დღეს 29 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მესამე და მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. ინგლისურენოვანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სანგურს და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ როგორც ქართული, ასე ამერიკული აკადემიური ხარისხის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე 27 და 28 მაისს ანუ წინა დღეებში გაიმართა ფორუმი და სამეცნიერო კონფერენცია. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები. ქართული უნივერსიტეტის ბიზნეს, კომპიუტერინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი პროფესორი ლევან კისტაური და ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების კიბერუსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი პასილაძე. დილომშვიდობის სასტუმროებო, მადლობა ბრძანებისათვის. დავიწყოთ სანამ დეტალებზე გადავალთ როგორც ჩაერე კონფერენციამ და დღეს რა იქნება რას გულისხმობს გამოსაშვები საღამო. კიდევ ერთხელ ჩვენ გვისაუბრე ამ ეთერში ცხადია ყოლიან ამერიკელებიც მათ შორის ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ამ პროგრამის საჭიროებაზე და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე რომ სწორედ საქართველოში ხდებოდა ეს ეკლესიის წინაშე ხდებოდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი ამ ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ ქართულ სტუდენტებს. თუ შეიძლება ამაზე კიდევ ერთხელ რომ მოვყვეთ. მოგესალმებით. ხარია რო აქ ვარ და სხვა შორის სწორედ აღნიშნეთ თქვენ ხალხი რო გავუსვით საპატრიარქოს წიაღში ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრისთვის უცნაურია და უბრალოდ მოულოდნელია საპატრიარქოს და კიბერუსაფრთხოების დაკავშირება, მით უმეტეს ესეთ აკადემიურ დონეზე, მით უმეტეს კიდე ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორობით. ამას საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე წლის წინ, ახლობით 5-6 წლის წინ, როდესაც პირველად ვიყავით ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე უფე იოკობის ხელმძღვანელობით და მისი ინიციატივით, მაშინ მოვიარეთ რამოდენიმე უნივერსიტეტი, რათა შეგვესწავლა ისინი და მოვეხდინა იდენტიფიცირება იმისა, თუ ვისთან შეიძლებოდა და ვისთან რა მიმართულებით, რა საკითხებზე, რა პროგრამებზე შეიძლებოდა თანამშრომლობა. საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე, შემდეგ ეტაპზე უпроსტად შეჩერდა ჩვენი ინტერესი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან, რომელიც ძალიან დიდი წარმატებული უნივერსიტეტია, განსაკუთრებით ხაზგასმით შეიძლება ითქვას კიბერუსაფრთხოების და IT მიმართულებით და პირველი პროდუქტი თუ პირველი შედეგი სწორედ იყო კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ახლა როგორც თქვენ დაანონსეთ, დღეს იქნება მესამე მეოთხე გამოშვება. და შედგება შესაბამისი ცერემონიალი. ახლა საუბარი 27 და 28 რიცხვებში გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც რო თქვა წინა დღეებში. კიბერუსაფრთხოებაზე ალბათ ჩემი კოლეგა უფრო დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ რო აღნიშნოთ, შარშან პირველად ჩაეყარა საფუძველი და შარშან დაახლოებით ამ დროს შედგა პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია სწორედ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად, რომელშიც მონაწილეობდნენ მათი პროფესორები, ჩვენი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პრაქტიკოსები ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოხმაურება და ეფექტი ჰქონდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. წელს მეორეჯერ ჩატარდა გუშინ წინ ეს კონფერენცია და ანალოგიურად ძალიან წარმატებით ხოლო გუშინ პირველად ჩავატარეთ ისევ და ისევ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად ბიზნეს ფორუმი. ბიზნეს ფორუმი უკვე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, როგორც აკადემიური, სტუმრობდნენ და მონაწილეობდნენ საქართველოს რამოდენიმე ქართული უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური პერსონალი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ბიზნესის წარმომადგენლები, ხელისუფლების და სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, როგორც ბიზნესის სფეროს რეგულატორები, ამ თვალსაზრისით იყვნენ ისინი მოწვეულები და ვფიქრობ, რომ ესეც საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო. აქაც ოღონდ გვინდა რომ ამასაც ტრადიციული სახე მივცეთ და მომავალ წელს ისევ გავიმეორებ. ბატონ გიორგი, თქვენც მინდა კითხოთ სწორედ ამ ფორუმზე ამ მნიშვნელოვან ფაქტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, აი ბატონ ლევანმა ახსენა და ბევრს უცხოა ხოლმე, რომ საპატრიარქოსაც კიბერუსაფრთხოება ზოგს დღემდე მაინც გონია, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტი აუცილებლად თეოლოგიის მიმართულებით უნდა იყოს, ეს არის საერო უნივერსიტეტი, ცხადია სხვა მიმართულებით და ბატონ ლევანმა რომ ხელმძღვანელის მეუფեկობის ხელმძღვანელობით ვიყავით ამერიკაში, ვარჩევდით რომ ისთან შეიძლებოდა კომუნიკაცია, ურთიერთობა, რატომ გაკეთა აქცენტი კიბერუსაფრთხოებაზე? რა საჭირო
საჭიროება რა გამოწვევა დღეს სოფლიოში და რას თავაზობს საქართველოს ამ შემთხვევაში ქართული უნივერსიტეტი, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, მისი უწმინდესობის მილია მეორის და ახლა ცხადია ახალი პატრიარქის კურთხევით ხორციელდება ეს პროგრამა და ზოგადად უნივერსიტეტი იმართება და აი ამ ხედვაზე რომ გვითვლაპარაკოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ საერთაშორისო ბაზარზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მოთხოვნა დღესდღეობით არის მინუსში. ანუ დაახლოებით 4 მილიონი ადგილია, სადაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ძებნა ხორციელდება. საქართველოსთვის როგორც ქვეყნისთვის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების გაზრდა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი, იმიტომ რომ როგორც იცით, დღეს ციფრულია ყველაფერი და ამ ციფრულ ინფორმაციას სჭირდება სათანადო დაცვა, მოპყრობა. სპეციალისტების გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება არის წარმოუდგენელი. ჩვენი უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, ვინც ამ შესაძლებლობას უსასყიდლოდ აძლევს სტუდენტებს. ოღონდ ძალიან მაღალღირებული, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალღირებულია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვაძლევთ ძალიან მაღალი დონის განათლებას ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც აუცილებლად ჩართული უნდა იყონ ქართული საქმის კეთებაში, ქართულ კომპანიებში უნდა იმუშაონ, საქართველოს უნდა მოახმარონ ის ცოდნა, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. აღსანიშნავია ის, რომ პირველი გამოშვება ვიყავი მეც და აი ხა უკვე 100 სტუდენტი დღეს იქნება კურსდამთავრებული, უკვე დიპლომირებული. კი, დღეს იქნება გამოსაშვები ცერემონია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის და სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ 100 სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების საკმაოდ დიდი ციფრია. თუმცა ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და მეხუთე კოჰორტა უკვე მეხუთე ნაკადი უკვე სწავლობს და იქნება კიდევ შემდეგი ნაკადების გათვლაც. მიღება და განვითარება. ბატონ გიორგი, თქვენ ბრძანეთ რომ პირველი ნაკადი მე ვიყავია, ხომ? კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ რომ ეს არის ორი დიპლომი, ამერიკული დიპლომი და ქართული დიპლომი, რაც გულისხმობს რომ აქ სწავლას და ჩასვლას ასევე ამერიკაში ხან ლექტორები ჩამოდიან, მიდიან სტუდენტები. თქვენ ეს თქვენთათვის გამოცდილებთ როგორ სტუდენტმა და ახლა უკვე ლექტორმა, როგორ დონეს აჩვენებენ ქართული სტუდენტები, როგორია ამერიკელების შეფასება. როგორც ამერიკაში ყოფნას, ისე აქ როცა ჩამობრძანდებიან პროფესორები. ძალიან კარგი კითხვაა და მინდა გაგახაროთ, ძალიან კარგია, როცა გარედან საერთაშორისო თვალი გაფასებს და გეუბნება, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქვთ. ჩვენი სტუდენტები ძალიან კარგად უმკლავდებიან იმ ლაბორატორიულ სამუშაოებს. რეალურად ვიცით, რომ კიბერუსაფრთხოება მხოლოდ თეორიული ნაწილი არ არის, ეს არის პრაქტიკული დიდი შრომა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა. და მათი შექება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენი როცა ჩავდივართ, არის ესეთი შეჯიბრებებს ვაწყობთ ხოლმე. ამიტომ ეს არის საერთაშორისო უნივერსიტეტი და არა მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობენ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის სტუდენტი არის ასევე ჩვენთან ერთად. და ჩვენ შემთხვევაში მაგალითად იყო შეჯიბრი და პირველი, მეორე, მესამე ადგილები ავიღეთ ქართველებმა. ანუ დროის მანძილზე, დროის რაღაც მონაკვეთში უნდა გაგვიკეთებინა შეგვესრულებინა დავალებები. და პირველი, მეორე, მესამე ადგილი ქართველებმა ავიღეთ, ასე რომ ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი და დღეს საერთოდ მივიღეთ ძალიან მაგარი ინფორმაცია. ჩვენი ამერიკელი კოლეგა იყო ჩვენ ერთ-ერთი სტუდენტის ხელმძღვანელი და ეს ნაშრომი აღიარებული იქნა World AIIoT კონგრესის მიერ საერთაშორისო აი საუკეთესო ნაშრომად, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა, ასე რომ დღეს უკვე გვაქვს დილით მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომ აღიარდა როგორც საუკეთესო ნაშრომი. დაინტერესება რეალურად რამდენად დიდი არის ახალგაზრდების მხრიდან, რომ ჩაერთონ და შეისწავლონ და დაეუფლონ კიბერუსაფრთხოებას? საკმაოდ დიდია და მიღებაზე კონკურსია. მოკლედ რო ვთქვა, კონკურსია, ხდება შიდა შერჩევა, მათ შორის ხდება შიდა შერჩევა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ამერიკული უნივერსიტეტის მიერ არის თავისთვის დადგენილი, რომელსაც ვიზიარებთ ჩვენ და ცხადია უნდა გავიზიაროთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხდება ორი დიპლომის გაცემა, ჩვენი დიპლომის გაცემა და
ამერიკული ზუსტად ანალოგიური დიპლომის გაცემა. მაყურებელსაც რო გაუზიაროთ ეს კრიტერიუმები, რაც აუცილებელი არის რომ დააკმაყოფილონ მსურველებმა. განსაკუთრებული კრიტერიუმები სხვათა შორის არ არის, მთავარი კომპონენტი ეს არის ინგლისურის ცოდნა, გარკვეული დონის GPA, მაგრამ არა განსაკუთრებული ესეთი მაღალი და მთავარი კრიტერიუმი გადადის შემდეგ უკვე გასაუბრებაზე და პიროვნების мотиваციის და გარკვეული სკილების შეფასებაზე. ხო არ ყოფილა ისე რომ დავუშვოთ ჩააბაროს თუნდაც და მე მიხსოვს რომ შეიძლება ვეღარ ახერხებს, ვერ ეწევა პროგრამა რთულია და მიხსოვს რომ დავუშვოთ კი რა თქმა უნდა ხონია ესეთი შემთხვევები. ცხადია არის ესეთი შემთხვევებიც, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია. ხო, ჩვეულებრივი პროცესი ძალიან ჯანსაღი პროცესია, ესეც გადარჩევა არის. რა თქმა უნდა, რა. ისევე როგორც ანალოგიური მიმართულებით, ახლა კიბერუსაფრთხოებზე ვსაუბრობ და უკვე წარმატებული, ძალიან წარმატებული პროგრამა მაგისტრატურის მიმართულებით, მაგრამ ამერიკელებთან ერთად ასევე ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამები IT-ის მიმართულებით, უკვე საბაკალავრო, ასევე იგივე პრინციპებზე დაფუძნებული და უკვე ჩვენ გეგმავთ ბიზნესის მიმართულებითაც ერთობლივი პროგრამის შემუშავება, სადაც სწავლება ანალოგიური პრინციპით იქნება ამერიკელი პროფესორების მონაწილეობის მათ შორის და საბოლოო ჯამში ორი დიპლომის გაცემით, როგორც ქართული. ანუ პრინციპი რა იქნება, ჩვენთან ისწავლის სტუდენტები 3 წლის განმავლობაში, ეს კრედიტები აღიარებული იქნება ამერიკული უნივერსიტეტის მიერ, ვინაიდან პროფესორები იქნება დატრეინინგებული მათთან ერთად, ვინაიდან არის სილაბუსები და ცალკეული კურსები ჰარმონიზირებული იქნება მათ შესაბამის, ანუ ბიზნესის პროგრამასთან და მიიღებს 3 წლის დასრულების შემთხვევაში მიიღებს ჩვენ დიპლომს და თუ მას სურვილი ექნება 1 წელს ისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებში და დამატებით აი 1 წელს საფასურით და ხარჯით და შრომით მიიღებს დამატებით უკვე ჩვეულებრივ 4 წლიან ბაკალავრის დამთავრების ამერიკულ დიპლომს. ეს ერთი მომენტია, რომ ეს მეოთხე წელი არ იქნება აუცილებელი, გინდა თუ არა მაშინვე მიადევნოს. ხო, დამთავრებიდან 3 წლის განმავლობაში მას შეინახება ის ჩვენი კრედიტები და როცა მას ექნება საშუალება, დრო, ფინანსური შესაძლებლობა თუ ასე შემდეგ, შეუძლია იმ დროს შეუერთდეს ამერიკულ ხარჯს. დროზე მოდით ზუსტად ვიტყვით, მაგრამ ეს უახლოეს ხანში იქნება. ბატონო ლეონმა თავში აღნიშნა, რომ ჩვენ დავდიოდით, ვარჩევდით, ფიქრობდით ვისთან შეიძლება გვეთანამშრომლოთ და შეირჩა ეს უნივერსიტეტი. ვახსენოთ რატომ ეს უნივერსიტეტი და არის თუ არა ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში უნივერსიტეტი ამ კუთხით და ეს პროგრამა ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა სწორედ კენტუკის უნივერსიტეტში. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი, შეგვიძლია ვთქვათ, რადგან ის თანამშრომლობს NASA-სთან, თანამშრომლობს US Bank-თან, Kroger-თან და სხვადასხვა დიდ ორგანიზაციასთან, წმინდა ელიზაბეთის სამედიცინო დაწესებულებები, ანუ ყველა ის ლოკალიზებული ჩრდილოეთ კენტუკის და ოჰაიოს შტატში ლოკალიზებულ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობს და უზრდის მათ სპეციალისტებს. რეალურად დააკვეთა მოდის ბიზნესიდან ვინ და როგორი სპეციალისტები დასჭირდება და ამ ყველაფერზე ხდება შემდეგ უკვე მუშაობა, მაგის მიხედვით ხდება უკვე კურიკულუმების შედგენა და უკვე იმ შესაბამისი სპეციალისტების გამოშვება, ვინც უნდა დასაქმდეს ამ დიდ ინდუსტრიებში. შესაბამისად, იგივე ცოდნას იღებენ ჩვენი სტუდენტებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, იმიტომ რომ რეალურად საერთაშორისო სწავლება და საერთაშორისო აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თითოეულ სტუდენტს უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ საზღვარგარეთაც უპრობლემოდ დაიწყოს მუშაობა, იმიტომ რომ კენტუკის დიპლომი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ დაკვეთა არის ხოლმე ერთგვარიო, რადგან ამ სფეროში საქართველოში გუცნობილია ეს პროგრამა და სწორედ ამ უნივერსიტეტის სწავლობით, თუ ხდება რომ კონკრეტული ორგანიზაციები აგზავნიან, ასე ვთქვათ, წარმოადგენლს, რომ შეისწავლონ თქვენთან ეს პროგრამა. ჩვენ გვაქვს კონკურსი, რეალურად შერჩევა სტუდენტების, თუმცა ასე პირდაპირ მომართვით არ მოგმართავენ, მაგრამ მემორანდუმების დონეზე თანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და იმ ორგანიზაციებიდან ვიყვანთ ხოლმე მათ სპეციალისტებს, ვისაც გადამზადებას უკეთებთ. ძალიან ბევრი იყო სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რაც მინდა ხაზგასმით დავუნიშნო, ასევე კერძო სექტორიდან.
დიდი მადლობა მადლობა. მოგახსენოთ მობრძანებისთვის, უსურვოთ წარმატებები მათ, ვინც დღეს დამთავრებს შემდგომ საქმიანობაში და უსურვოთ ყველას წარმატება, ვინც შემდგომ ჩათვლის, რომ უნდა მიიღოს ეს განათლება ძალიან მაღალი ხარისხით. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ქართული უნივერსიტეტის ბიზნეს კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი პროფესორი ლევან კისტაური და ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების კიბერუსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ბასილოვი გრძნობდნენ.